ნოემბერი მძიმე მოვლენებით იყო სავსე უკრაინისთვის. რუსეთის არმია ზრდიდა თავის კონტინგენტს, ცდილობდა ფრონტის კონკრეტულ მონაკვეთებზე მნიშვნელოვანი გავლენის მოხდენას. ზეწოლა იზრდებოდა, რითაც თავდაცვაში მყოფი უკრაინულ არმიას ურთულებდა ამოცანების შესრულებას. ამას დამატებით სიტუაციას კიდევ უფრო ართულებდა გახმაურებული კორუფციის საქმე, რითაც უკრაინულ საზოგადოებაში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია, უშუალოდ უკრაინელი ლიდერების მიმართაც. ამავდროულად ტრამპის ადმინისტრაცია კიევის ხელისუფლებაზე ახდენს ძლიერ ზეწოლას, რომ დათანხმდეს რუსეთის შემოთავაზებულ მშვიდობის იდეას, რომელიც ოდნავ გადააკეთეს, თუმცა კვლავ მძიმეა უკრაინისთვის. თუ კი ამ ვიდეოს უყურებთ, ხოვნა რომ ჩემი არხი გამოიწერო, რითაც დამეხმარები და დიდ მოტივაციას მომცემ. ჩვენი ვიდეოების სპონსორია, როგორც აქამდე ბევრჯერ თქვით, შენსანდო ხელოსანი და შენსანდო ავიჩი. ომის დაწყების პერიოდში რუსეთს გაცხადებული ჰქონდა რამდენიმე კონკრეტული მიზანი. უკრაინის დენაციფიკაცია, დემილიტარიზაცია, რუსული ენოვანი მოსახლეობის დაცვა და სხვა მრავალი სტრატეგიული მნიშვნელობის მიზანი. მოდით ვნახოთ დასახული მიზნებიდან რომელი რა ეტაპზეა. მიაღწია პუტინმა თავის მიზნებს თუ ჩაფლავდა. დემილიტარიზაცია ნიშნავს მოწინააღმდეგე არმიის რიცხოვნობის შემცირებას, ლეტალური იარაღის ჩამორთმევასა და მისი ისე შესუსტება, რომ ანგარიშგასაწევ ძალად აღარ აღიქმებოდეს. 2022 წლის თებერვალში უკრაინას ჰყავდა შეზღუდული რაოდენობის ჯარისკაცი, მცირე და მოძველებული საბჭოთა დროინდელი იარაღი, მცირე რაოდენობის ავიაგამონადგურებელი და საჰაერო თავდაცვის გამშვები დანადგარები. შეიძლება ითქვას, რომ უკრაინის კვალობაზე არც თუ ისე ანგარიშგასაწევ ძალად გამოიყურებოდა უკრაინის შეიარაღებული არმია. რა ხდება დღეს? უკრაინას ყავს და აქვს დასავლური წარმოების ტანკები, ვერტმფრენები, საჰაერო თავდაცვა, შორსულელი რაკეტები, დრონები, არტილერია, დასავლური ტიპის ანტისაჰაერო თავდაცვა და სხვა. ამ პერიოდში უკრაინამ შექმნა თავისი იარაღი, თავისი ახლო თუ შორსულელი რაკეტები, ტანკები და რაც მთავარია, შექმნა თავისი დრონები, რომელსაც აწარმოებენ მასიურად. განსხვავებით 2022 წლისგან, უკრაინა ქმნის საკუთარ იარაღს და თან საკმარისად დიდი რაოდენობით, საკმარისი ფინანსების არსებობის შემთხვევაში. დღევანდელი უკრაინული არმია ბევრად ძლიერი და ბევრად უკეთ არის აღჭურვილი, ვიდრე ის 22 წელს იყო. დღევანდელ უკრაინულ არმიაში 880,000 მოქმედი და აქტიური ჯარისკაცი ირიცხება, ხოლო 22 წლის თებერვალში ეს რიცხვი მკვეთრად ნაკლები 250,000 ჯარისკაცი იყო. რა თქმა უნდა, ასეთ მასშტაბურ და მძიმე ომში უკრაინულ არმიას და მხარეს აქვს ძალიან მძიმე დანაკარგები. ზუსტი ციფრი არ არის ცნობილი, თუმცა სხვადასხვა წყაროების მიხედვით გარკვეული ციფრის ვარაუდი შესაძლებელია. 25 წლის ნოემბრისთვის უკრაინელი ჯარისკაცების გარდაცვლითა და უგზო-უკლოდ დაკარგულთა რიცხვი 170,000 აღწევს. იმ ჯარისკაცთა რიცხვი, რომლებიც მძიმედ დაიჭნენ ან სხვა მიზეზით ვეღარ ახერხებენ საბრძოლო ველზე დაბრუნებას, დაახლოებით 200-250,000 ჯარისკაცია. ჯამურად უგზო-უკლოდ დაკარგულთა გარდაცვლითა და მძიმედ დაჭრილთა საერთო რაოდენობა აღწევს 400,000-მდე, რაც უდიდესი და სამწუხარო მაჩვენებელია უკრაინისთვის. განსაკუთრებით სამწუხაროა ის, რომ მათ შორის არის დიდი ნაწილი კარგად შეიარაღებული და გაწვრთნილი ჯარისკაცებიც. უკრაინას რომ ქონოდა საკმარისი რაოდენობის იარაღი და პერსონალი, 22 წლის რუსეთის აგრესიის დაწყების დროისთვის არ დაკარგავდა ამდენ გამოცდილ მებრძოლს და დღეს მისი არმიის მდგომარეობა კიდევ უფრო მეტად დადებითი იქნებოდა. მიუხედავად მძიმე სტატისტიკისა, მებრძოლი გამოცდილებასა და ცოდნას სწორედ საბრძოლო მოქმედებებისას იღებს ომის მიმდინარეობის ადგილზე. შესაბამისად, უკრაინას ახლა ყავს ბევრი გამოცდილი ჯარისკაცი და ოფიცერი, მეტად მოტივირებული და შესაძლო საფრთხეების მცოდნე. რუსეთის ერთ-ერთი მიზანი, რომ მოეხდინათ უკრაინის დემილიტარიზაცია, არც თუ ისე კარგად მიდის ეს საქმე. უკრაინის არმია უფრო მეტად ძლიერია ახლა, ვიდრე აქამდე იყო. უკეთესი იარაღი აქვს და უფრო მეტი რაოდენობით. გარდა ამისა, აწარმოებს უკვე დიდი რაოდენობით უკრაინულ იარაღსაც, აწარმოებს დრონებს და აქვს ჯარის რიცხოვნობა გაძლიერდა 3.5-ჯერ, ვიდრე 22 წელს იყო. მოდით ვნახოთ რა ხდება სხვა გაცხადებულ მიზანზე. უკრაინის დენაციფიკაცია. პუტინი და მისი გარემოცვა ფიქრობს, რომ უკრაინის ხელისუფლებაში არიან ნაცისტები ან მათ ზრუგს უმაგრებენ ნაცისტები. მიზანი, რაც პუტინს ჰქონდა და აქვს, არის არსებული ხელისუფლების შეცვლა ჩანაცვლება. 3 წლის შემდეგაც ზელენსკი ისევ ადგილზეა და მთავარი ოპოზიციური პარტიაც მხარს უჭერს არსებულ მთავრობას ამ ომის წარმოებაში. თუ კი ვინმე შეიძლება განიხილებოდეს პრეზიდენტის თანამდებობაზე, არიან ვლადიმერ ჟალუჟნი და კირილ ბუდანოვი. ორივე მათგანი მკვეთრი ანტიმორუსია და ორივე მათგანი ამ ეტაპზე ზელენსკის უჭერს მხარს თან ღიად. ფაქტია, რომ ჩაინიშნოს არჩევნები თითქმის ნულია იმის შანსი, რომ პრორუსული ძალა მოვა ხელისუფლებაში და ეს რეალობა დადგა მას შემდეგ, რაც პუტინმა წამოიწყო ეს ფართომასშტაბიანი ომი უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ.
ერთადერთი გზა, რომ დენაციფიკაციას მიაღწიოს რუსეთმა, არის ის, რომ დაამხოს არსებული ხელისუფლება და მის ნაცვლად მარიონეტები დასვან. რაც შეეხება ტერიტორიულ მიზნებს, ტყუილია იმის თქმა, რომ პუტინს არ სურს რაც შეიძლება მეტი ტერიტორიის დაპყრობა. ომის დაწყებიდან დღემდე ერთი მთავარი ქალაქი ჰქონდა რუსეთს დაკავებული და ისიც რამდენიმე თვეში დაკარგეს. უკრაინელი გმირების დამსახურებით. ეს არის ქალაქი ხერსონი. პუტინის სამყაროს განუყოფელი ნაწილია ოდესა, კიევი, ხარკოვი, თუმცა მათ დაკავებას ვერ ახერხებს დღემდე. სანაცვლოდ რუსეთი აცხადებს, რომ თურმე მათი მიზანი დონბასის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების დაკავება იყო, თუმცა ამ ტერიტორიებზეც მნიშვნელოვან სტრატეგიულ ქალაქებსა თუ მაღლობებს ვერ აკონტროლებენ. ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების სრულად დაკავებისგან პუტინი ძალიან შორსაა, თუმცა დონბასის სრულად დასაკავებლად ძალიან ბევრი არ არის დარჩენილი, მაგრამ სწორედ აქ აქვს უკრაინას ყველაზე მეტად გამაგრებული თავისი პოზიციები. სწორედ ამიტომ სურს პუტინს მოლაპარაკებების გზით დონბასის სრულად დაკავება, რადგან იცის, რომ ან ვერ შეძლებს, ან შეძლებს, მაგრამ დიდი დრო დასჭირდება ამ ყველაფრისთვის. ერთი თვალსაჩინო შედეგი, რაც ჰქონდა რუსეთს, არის ყირიმის სრულად იზოლირება უკრაინისგან და მისი სახმელეთო კავშირი რუსეთთან. რაც შეეხება მიზანს, რომ უკრაინამ დაიკავოს ნეიტრალიტეტი და უარი თქვას სამხედრო ალიანსებში გაერთიანებაზე, ამ ეტაპზე კვლავ შეუსრულებელი რჩება. პირიქით, სწორედ უკრაინის გარშემო ფუძნდება ახლა. ასევე ჯერ ვერ შესრულდა რუსეთის ეკლესიის თავისუფლება უკრაინის ტერიტორიაზე და რუსულენოვანი მოსახლეობის დაცვა, რომელთა ჩაგვრაც და რამეუფლების შეზღუდვაც არ ხდებოდა აქამდეც. ასევე მიზნისგან შორს არის რუსული ენის სახელმწიფო ენად გამოცხადება უკრაინულთან ერთად. ყველაფერი მაინც იმაზე დამოკიდებული თუ როგორ და რა პირობებით დასრულდება ეს სამხედრო დაპირისპირება. რუსეთისკენ თუ გავიხედავთ, ვნახავთ თუ როგორ მძიმედ და რთულად გამოიყურება ყველა ამ მიზნის მცდელობა. განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ რუსეთმა უკვე დაკარგა 1.5 მილიონამდე ადამიანი და ათობით ათასი სამხედრო ტექნიკა. ზალუჟნიმ ერთხელ ასეთი რამ თქვა: ომის დაწყების პერიოდში ჩემი მიზანი იყო, რაც შეიძლება მეტი ოკუპანტი გამენადგურებინა, რათა მასობრივი ცოცხალი ძალის დაკარგვა შეაჩერებდა პუტინის მკვლელ მანქანას, თუმცა შევწდი. მათ ადამიანის ცოცხლე არ აინტერესებთ. პირიქით, რუსეთი სწორედ ამ ტაქტიკას აგრძელებს, მასობრივი ძალებით შეტევას. ყავს ძალა, ჯერ კიდევ არის რესურსი და ბოლომდე იყენებს მას. მთელი ომის განმავლობაში სრული ინიციატივა რუსეთის მხარესაა, თუმცა კურსკის ოპერაცია იყო ნათელი გამონათება, როცა უკრაინა რუსეთის ტერიტორიაზე გადავიდა შეტევაზე. დაიკავა რამდენიმე თვით კურსკის ოლქის გარკვეული ნაწილი, რამაც საშუალება მისცა რუსული ძალები ცოტათი გაეფანტა. უკრაინელები გამალებით იცავენ ლიმანს, კუპიანსკს, პოკროვსკს, სევერსკს, თუმცა არის შანსი, რომ ადრე თუ გვიან რუსები შევიდნენ ამ ქალაქებში მათი მასიური შეტევების, დრონების გამოყენებისა და უამრავი შეწირული სამხედრო ტექნიკის ხარჯზე. ბრძოლა გრძელდება. უკრაინის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა რჩება რეკრუტირება. ყოველ თვე 30,000 ადამიანის მობილიზება ხდება, რაც ასეთი მასიური და გრძელი ფრონტისთვის არ არის საკმარისი რაოდენობა. ასევე ხშირია დეზერტირებები და ფრონტის მიტოვება. მხოლოდ 25 წელს ასეთი შემთხვევა 160,000 პირის მიმართ დაფიქსირდა, თუმცა მათი დიდი ნაწილი უკან ფრონტზე დაბრუნდა. მაგრამ მაინც აშკარად ჩანს ლოკალური ხელმძღვანელების პრობლემა. მათი უნარი მართონ ადგილზე სიტუაცია. ბევრს აღარ სურს ომი, ბევრი გაურბის ფრონტზე წასვლას და ამას ემატება მორალური პრობლემებიც. ჯარის განწყობაზე ცუდად მოქმედებს ტრამპის ცვალებადი ხასიათი, ქვეყანაში არსებული კორუფციის სკანდალები და ასე შემდეგ. ამა წლის ნოემბერში ანტიკორუფციულმა სამსახურმა უკრაინის მაღალჩინოსნების სახლები გაჩხრიკეს და მათ შორის იყო პრეზიდენტ ზელენსკის მრჩეველი და ადმინისტრაციის უფროსი ანდრეი იერმაკი, რომელიც ამბიდან მეორე დღესვე გადადგა თავის თანამდებობიდან. მასთან ერთად გადადგა თავდაცვის მინისტრი უმეროვიცი. მიუხედავად იმისა, რომ ეჭვტანილი პირები ტოვებენ თანამდებობებს, ზელენსკის გარემოცვის მიმართ დამოკიდებულება ნეგატივისკენ იცვლება. ამის ფონზე გახშირდა და თითქმის ყოველდღიური სახე მიიღო დრონებით უკრაინის ქალაქების დაბომბვა რუსების მიერ, რაც ასევე ნეგატიურად მოქმედებს მოსახლეობაზე და მათ განწყობებზე. მხოლოდ ნოემბერში რამდენიმე ათეული უკრაინელი ემსხვერპლა დრონებით შეტევას. რთულია ასეთ მასიურ შეტევებს რომელიმე ქვეყანა გაუმკლავდეს. ისრაელსაც კი უჭირს მოკავშირეთა დახმარების გარეშე მასიური სარაკეტო შეტევების მოგერიება. მით უმეტეს უკრაინას გაუჭირდება, რომელსაც იმის მეათედი შესაძლებლობები არ აქვს, რაც ისრაელს გააჩნია. იმის ფონზე, რომ რუსეთი ყოველთვიურად ამზადებს 2700-მდე დრონს, რუსული შეტევები უკრაინის ქალაქებზე სამწუხაროდ კიდევ გაგრძელდება. უკრაინაც გადავიდა მოქმედებაზე უკვე. განსაკუთრებით წელს მიზნად ისახავდა ისეთი ობიექტების განადგურებას ან შეფერხებას, რაც რუსეთის ეკონომიკას ეხმარებოდა დაეფინანსებინა ომის მანქანა.
გამიზნულად უტყავს ნავთობის ბაზებს, გადამამუშავებელ ობიექტებს და ყველაფერსაც ნავთობს მოიპოვებს, აწარმოებს, გადაამუშავებს, გადააქვს. თითოეულ ასეთ ობიექტზე დარტყმა ნიშნავს რამდენიმე კვირიან ამ ობიექტის სამუშაოს შეჩერებას, რაც თავისთავად აისახება ფინანსურ ზარალში. ფინანსური ზარალი კი ნიშნავს ნაკლებ ფინანსებს ომისთვის. 24 წელს რუსეთის ნავთობის რეალიზაციიდან სუფთა მოგება თუ იყო 12 მილიარდი დოლარი, 25 წელს ეს მაჩვენებელი 4 მილიარდამდე შემცირდა. მიუხედავად ასეთი მნიშვნელოვანი დარტყმებისა, ჯერ ისევ შორსაა ის მომენტი, როცა რუსეთი იძულებული გახდება ომი შეაჩეროს. ტრამპის ადმინისტრაცია უფრო მეტად მედიატორი იქცევა, ვიდრე უკრაინის მხარეს მყოფი ქვეყანა, რაც ურთულებს საქმეს როგორც ევროპას, ისე უშუალოდ უკრაინას. აშშ იყენებს თავის იარაღს უკრაინაზე ზეწოლის მოხდენის მიზნით, როცა უნდა წყაბეც მიწოდებას და როცა უნდა ანახლებს. ეს გაურკვევლობა ნეგატიურად მოქმედებს და აისახება უკრაინაზე და მის ჯარზე. გარდა ამისა, ყველა შეთანხმებული იარაღის შესყიდვა, რომელსაც უკრაინა ბოლო პერიოდში აფორმებს ქვეყნებთან, მეტად გათვლილია მოავალზე, ვიდრე დღევანდელ რეალობაზე. საფრანგეთისგან უნდა მიიღოს 100 რაფალის ტიპის ავიაგამონადგურებელი, რომელიც ყველაზე კარგ შემთხვევაში ჩაბარდება 2035 წლისთვის. ნატოს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ უკრაინამ წლის ბოლომდე მიიღება დამატებით $5 მილიარდ იმისთვის, რომ შეიძინოს დამატებითი იარაღი. ყველა ეს იარაღი და მოავალში მისაღები შეიარაღება უმეტესად თავდაცვის მიზნით არის, რაც ამცირებს შანსს, რომ უკრაინა გადავიდეს მთავარ კონტრშეტევაზე. რუსეთის გათვლა დაღალოს უკრაინის არმია და მისი ხელმძღვანელობა და ჩამოიშალოს ფრონტი, ხოლო უკრაინის გათვლა დააკარგინოს რუსეთს რესურსები, დახოცოს იმდენი, რამდენსაც შეძლებს, რათა შეწყვეტონ უკრაინაზე შეტევა ან გაიზარდოს საერთაშორისო ზეწოლა ისე, რომ პუტინს აღარ უღირდეს ომის გაგრძელება. ამ ეტაპზე ომი კვლავ გრძელდება და დასრულება ჯერ არ უწერია. 28 პუნქტიანი გეგმა, რომელიც დიმიტრივმა და უძრავი ქონების აგენტმა ვიტკოფმა შეიმუშავეს, მოიცავს ისეთ პირობას, როგორიცაა დონბასის რუსეთისთვის რათმობას და დანარჩენი ფრონტის გაყინვას არსებულ მდგომარეობაში. უკრაინა იტყვის უარს ნატოზე და შეამცირებს თავის არმიას არაუმეტეს 600,000 ჯარისკაცამდე. არც ერთი ნატოს წევრი ქვეყანა არ გაანთავსებს თავის ჯარს უკრაინაში. ნატო არ გაფართოვდება რუსეთის მიმართულებით და უკრაინის მიმართ არ გაიცემა რაიმე სახის გარანტიები. ეს მშვიდობის გეგმა მეტად გავს უკრაინის კაპიტულაციას, ვიდრე მშვიდობის მოტანას, რომელიც წლების განმავლობაში შენარჩუნდება. ტრამპს იმედი ჰქონდა, რომ გახმაურებული კორუფციის სკანდალისა და იარაღის მიწოდების შეწყვეტის ფონზე ზელენსკი იძულებული გახდებოდა შემოთავაზებული მშვიდობის გეგმა მიიღო. უდიდესი ზეწოლის ფონზე ზელენსკი აქვეყნებს ვიდეოს, სადაც ცალსახად ამბობს, რომ უწევს ისეთი სიმძიმის არჩევანს გაკეთება, როგორიცაა ან მთავარი პარტნიორის დაკარგვა, ან თავისუფლებისა და ღირსების გარეშე ცხოვრება გააგრძელებინა უკრაინის მოსახლეობას. სამწუხაროდ, ბევრჯერ მიწევს იმის თქმა, რომ ომი გრძელდება. რუსეთი ამ ომს ვერ იგებს, ვერც უკრაინა, თუმცა ცივილიზებულმა სამყარომ ფსონი უკრაინაზე დადო. მეც მაგ განწყობით ვარ და მუდამ ვიქნები. ჩვენი სამართალი, ჩვენი ღირსება ახლა სწორედ უკრაინის ფრონტზე წყდება. ნატონაშვილის მკვლელები დღეს უკრაინის მიწაზე როგორც ღორები ისე ეცემიან. ხოდა, სლავა უკრაინი, გეროიმ სლავა. თუ კი ამ ვიდეოს უყურებთ, ხოვნარო ჩემი არხი გამოიწერო, ითაც დამეხმარები და დიდ მოტივაციას მომცემ. ჩვენი ვიდეოების სპონსორია, როგორც აქამდე ბევრჯერ თქვით, შენსანდო ხელოსანი და შენსანდო ავიჩი.